დღევანდელი თემა არის generic-ები და ასევე data API, რომელიც Java-ში დაამატეს. ხო, data-ებს ბოლოს განვიხილავთ. და ზოგადად generic-ები რა არის? Generic-ი არის პარამეტრიზირებული ტიპები. ანუ რაღაც ზოგადი ტიპები. ცოტა ეს update-ა. და ეს ზოგადი ტიპები შემოვიდა Java-ში 1.5 ვერსიიდან, ანუ მე-5 ვერსიიდან და როგორც C++-ში იცით, ტემპლეიტები, იქაც generic-ებს ეძახიან მაგას. Java-შიც გვაქვს ეგეთი შესაძლებლობა გამოვიყენოთ ინტერფეისის ტიპები და კლასის ტიპები, ზოგადად ტიპები რაღაც ამ generic სინტაქსის გამოყენებით. სადღაც კოდში, ძირითადად ან ინტერფეისში, ან კლასში. ხო, და განზოგადებული ტიპი მოიცავს აქ მიწერია კლასს და განზოგადებულ მეთოდს. ანუ შეგიძლია განზოგადებული კლასი გააკეთო და მეთოდი. კლასის გარეშე შეგიძლია მეთოდიც გახადო განზოგადებული. და ამ ყველაფერს ქვია, მოიცა, გამოყენება ბევრგანა აქვს, ეგ მიწერია აქ. Collection framework-ში გვხვდება ძირითადად. ეგ წინაზეც ვნახეთ. და მაგალითი ამ generic კლასის მარტივად იწერება, არავითარი type name, template და ეგეთი არ უნდა, პირდაპირ კლასის სახელის მერე დაწერ ამ რაღაც რა დავარქვათ. მეტობა ნაკლებობას და შიგნით ჩამოთვლი მძიმეებით იმ ტიპებს, რომლებსაც მე ამ კლასში გამოიყენებ. ამ შემთხვევაში აქ მაგალითი არის ეს t-ტიპი გამოვიყენეთ რაღაც კლასის ცვლადის შემოღების დროს სახელად field-ი, რაღაც t-ტიპის იქნება და field-ი. ასევე კონსტრუქტორში გამოვიყენეთ პარამეტრად, დასაბრუნებელ ტიპად გამოვიყენეთ რაღაც getter მეთოდში და მორჩა, ხო? ანუ ეს გამოყენებები ჩანს აქ. და main-ში ამისი გამოყენება მარტივად შეიძლება პირდაპირ დაუწერ ამ მეტობა ნაკლებობას, ჩაწერს შიგნით შესაბამის ტიპს. ჩვენ შემთხვევაში აქ tag ვიწერია, ანუ ნებისმიერი ტიპი შეგიძლია აქ მე გამოიყენო. არავითარი შეზღუდვა აქ არ არის აღწერილი, ეგ შეზღუდვის აღწერაზე ვისაუბრებთ. პირდაპირ მე აქ ვქნით new-ი. აქაც უთითებს და აქაც, თუმცა შეგვიძლია, რადგან აქ მითითებული გვაქვს, აქ აღარ მიუთითოთ. შეგვიძლია ეს წავშალოთ და უბრალოდ ეს დავტოვოთ. და კომპილერი ხვდება აი ამ რეფერენსის generic ტიპით, აქ რა ტიპი იწერება. შეგიძლია ესე გააკეთო. თუმცა თუ ვარს ვიყენებთ ახალ Java-ში, რაც არის, იმ შემთხვევაში, ვარის შემთხვევაში აქეთ ამხარე უნდა ისივოს. სრულად განმარტებითი, ანუ fully descriptive, აქ აღარ შეგიძლია ეს წაუშალო, იმიტომ რომ ინტეჯერი რო არის, აქ აღარ ჩანს. ხო, და აქ რადგან ინტეჯერი არის და აუცილებლად დავიმახსოვროთ ეს ზეპირად, რომ generic ტიპების მნიშვნელობაში, ანუ აი აქ შეგიძლია ყოველთვის მხოლოდ გამოიყენო ობიექტური ტიპები. პრიმიტიული int-ის დაწერა და რაღაც short-ის და byte-ის არ შეგვიძლია. აუცილებლად უნდა იყოს ობიექტური ტიპები. generic ტიპის well-ში გამოყენებული. ხო. და ამ შემთხვევაში get field-ი გამოვიძახე და ეს auto-boxing-ის გამო მოხდა პრიმიტივზე დაკასტო ავტომატურად. თორემ სინამდვილეში ეს აბუნებს integers. ხო, აქ string-ის მაგალითი წერია ისევ ამ კლასისთვის, ეს მარტივი არის, არ გვინდა ახლა ამაზე გაჩერება. ხო, აქ t არის ზოგადად სახელი, შეგვიძლია ნებისმიერი სახელი დავწეროთ, რაც ვალიდურია, მაგალითად შეგვეძლო აქ დაგვეწერა type, ან რაღაც my type, ნებისმიერი რამე და მე გამოვიყენოთ კლასში. თუმცა t არის ხოლმე convention-ად მიღებული, t, k, v ზოგიერთი vis იყენებს, როგორც values აღნიშნავს. ჩვენ t-ს გამოვიყენებთ, თუ ერთი ტიპი იქნა.
ხო აქ კონსტრუქტორის მაგალითი ეს ყველაფერი უკვე განვიხილეთ. და რაც შეეხება ახლა ის რა გვაქვს. აქ არის ეს წესები არის, ანუ კომპილაციის შეცდომა გექნება იმ შემთხვევაში თუ თქვათ აქეთ ამ მხარე რეფერენსი არის gen კლასის თქვათ აი ამ integer ტიპის და შენ ქმნი თქვათ სხვა ტიპისას. და ასევე არ შეგიძლია პრიმიტიული ტიპები მიუთითო, ხო, ყოველთვის ობიექტური უნდა მიუთითო. ნუ აქ მე მგონი აქ ესო გაწითლდეს ამის მაგივრად უფრო კაი იქნება, იმიტომ რომ ეს არაფერშუაშია, ეს სწორი წერია და ნუ ეს ნაწილი გაწითლდება, იმიტომ რომ კომპილერი იტყვის აქ სხვა რეფერენსი გაქვს, აქ სხვა ობიექტი იქნება, სხვა generic ობიექტი gen რაღაც სხვა ტიპით. ამიტომაც ფრთხილად იყავით კომპილაციის შეცდომას გამოიწვევს. და რა გვაქვს ახლა განზოგადებული კლასი. ნუ ეს ვარიანტიც განვიხილეთ, აუტობოქსინგი რო ხდება, იმიტომ არის რომ აქ int-ი მიწერია და მუშაობს ეს. და ახლა ორი ტიპის მითითებაც შეგვიძლია ხო ვთქვით, რომ ძიმის მერე შეგვიძლია დავამატოთ სხვა ტიპებიც, სხვა სახელებიც. ნუ აქ t არის და v არის, type and value ეს არ აქვს მნიშვნელობა, აქ შეგვიძლია t1 დაგვეწერა ან t2, თქვენ როგორც გინდათ. და აქ ორივეს სხვადასხვანაირად ვიყენებთ. ხო, აქ როგორც ჩანს ob1-ს მიუთითეთ t ტიპი, ob2-ს v ტიპი და ნუ მაგათზე რაღაცებს მე ეს შესაბამისი ტიპები დავუწერეთ. თქვათ get ob1-ს დავუწერეთ t, იმიტომ რომ t ტიპის არის და get ob2-ს დავუწერე v, იმიტომ რომ v ტიპის არის. და ეს ტიპები არ ვიცით, ხო, წინასწარ, ანუ მომავალში რაღაცა იქნება. ორი ტიპის პარამეტრით ეს გამოყენების მაგალითი არის, შეგიძლია აქ მძიმით გადმოსცე, ანუ როგორც კლასში მძიმით წერ, ისე მერე მძიმით გადმოსცე მაგ generic-ში ამ ტიპებს. და ერთი წესი, მთავარი წესი, რაც Java-შია, ის არის, რომ ეს არის კომპილაციის დროს გათვალისწინებული ეს generic ტიპები. ანუ სინამდვილეში runtime-ში ეს ტიპიზაცია არ არსებობს, ტიპიზაცია არის მხოლოდ კომპილაციის დროს. და ესეთი წინადადება არის აქ კარგად ანათქვამიანი. Stronger type checks at compile time. ანუ ის რაც აი აქ უწევთ fixing compile time errors, ანუ კომპილაციის დროს რაღაც შეცდომების თქვათ შესწორება generic-ში მაგალითად string-ის თუ არის შესწორება კომპილაციის დროს რომ string ელემენტები გქონდეს თქვათ კოლექციაში უკეთესი არის ვიდრე იმ შეცდომის შემოწმება runtime-ის დროს, ხო? ანუ კომპილაციის თქვათ checking-ი კომპილაციის დროს შემოწმება უკეთესია ვიდრე runtime-ის დროს შემოწმება. და generic-ის ეგეთი ვიღაცა არის. აქ ორი რაღაც კოდი წერია, ნახეთ, ორი generic ლისტი, ორი ლისტი არის, ერთი არაა generic-ი, მეორე generic-ია. generic-ი თუ არა მითითებული ობიექტი იგულისხმება, ეგ იგივეა, რომ list ობიექტი დამეწერა აქ. და ამ დროს როგორც ხედავთ, casting-ი უწევს, ხო? და აი ეს მეორე ვარიანტი generic-ს რომელიც იყენებს, უკვე აღარ საჭიროებს casting-ს, პირდაპირ ვიცით, რომ string-ია და რო ვიღებთ get-ით, string-ი გვიბრუნდება და არავითარი casting-ი არ გვინდა. ანუ ამ დროს შეიძლება მოხდეს runtime შეცდომა, ამ დროს შეიძლება მოხდეს მხოლოდ კომპილაციის შეცდომა. ამიტომაც ეს generic-ი უკეთესი ვარიანტია. კარგით, ეს გავაგრძელოთ ახლა. ახლა შემოსაზღვრული ტიპი. მოდი აქაც შევხედოთ ეს bounded types აგერა. ანუ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის განსაზღვრული keyword-ები, რომელიც ნუ Java-ში ცოტა გვაქვს, ნუ მაგალითად ამ შემთხვევაში extends keyword-ი და generic ტიპს მიუთითოთ შეზღუდვა. ამ შემთხვევაში აქ მაგალითი არის მოყვანილი generic კლასის, რომელსაც t ტიპი უწერია, მაგრამ შეზღუდვა არის მეთოდის generic-ზე. ანუ ჩვენ ხო ვთქვით generic-ი შეგიძლია გახადო კლასი და მეთოდი. ამ შემთხვევაში მეთოდზე გახადეს generic-ი, დასაბრუნებელ ტიპამდე დაიწერა ეს მეტობა ნაკლებობა, შიგნით ჩაიწერა რაღაცა generic ტიპი და შეიზღუდა იგი ამ წესით, რომ ეს u უნდა იყოს
ისეთი ტიპი, რომელიც არის instance of number-ის. ანუ რომელიც extend-ებს numbers. არის number-ი ან მისი შვილი. ჩვენ იერარქია რო განვიხილეთ ამ რიცხვითი ობიექტური ტიპების Java-ში, ვნახეთ, რომ number-ის შვილები არიან double, float-ი, short-ი, int-ი და რიცხვითი ტიპები რაც არის ობიექტური. ანუ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ, რომ სადაც კი იქნება აქ, მის მაგივრად შეგვიძლია ჩავწეროთ ნებისმიერი რიცხვითი ობიექტური ტიპი. ეგ არის შეზღუდვა, bounded type parameters, ხო, ანუ შეგვიძლია ეგრე შევზღუდოთ ჩვენი ტიპები. და ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ, უბრალოდ ეს das გამოყენება, თითამით ეს მძიმე რომ მიწერია, ესეც არასწორია მე მგონი. და ეს da ვარიანტიც მოდი აქ ვნახოთ აქ რაღაც. ხო, ნუ აქ არ წერია ეგ და ეს da ვარიანტი მე განვიხილოთ მაგალითის დროს. რამდენად ეს იმუშავებს არ მახსოვს, შეიძლება ეს არასწორადაა. ხო, ნუ რამშობა აქ და ასევე ჩვენ შეგვიძლია აი აქ აი ამ ქვედა მაგალითში როგორცა კითხვის ნიშანი იგივე ობიექტია, ანუ აქ შემიძლია დავწერო კითხვის ნიშანი გამოყენების დროს ან ობიექტი. ან ასევე მე შემიძლია დავწერო შეზღუდვა ამ კითხვის ნიშნის გამოყენებით, ეს არის wildcard-ს ეძახიან ამ კითხვის ნიშანს, აი აქ და შეგვიძლია ასევე შევზღუდოთ ეს ლისტი, რომელსაც ვიყენებ, შემიძლია ვთქვა მე ამ ლისტს ვქმნი და მაგალითად ამ შემთხვევაში superს ვიყენებთ, super ნიშნავს ეს ან ამისი მშობელი, ანუ ინტეჯერი ან ამისი მშობელი შემიძლია ჩავაგდო აი ამ ლისტში. ნუ ძირითადად extends უფრო იყენებენ, იმიტომ რომ instance of-ები ამისი, ანუ პოლიმორფიზმის შესაძლებლობა რომ შეინარჩუნონ და შეიძლება გამოიყენო ეს wildcard-ი, რომელიც ნუ უბრალოდ კითხვის ნიშანია, დაწერო რომ ეს ლისტი არის ისეთი ტიპების, რომლებიც აექსტენდებენ numbers. ანუ instance of-ები არიან აი ამ number-ის. ანუ შეგიძლია შემოსაზღვრულობა გააკეთო აღწერის დროს ან გამოყენების დროს. ხო, ეხლა კონსტრუქტორი როგორ იწერება? ნუ როგორც თქვით, კონსტრუქტორი მეთოდს გავს, ამიტომაც მეთოდს ხო წინ ეწერება დასაბრუნებელი ტიპის წინ ეს ფიგურული ფრხილები. და შეგნით generic-ის აღწერა და ამ შემთხვევაშიც, რადგან ამას დასაბრუნებელი ტიპი არ აქვს, მის წინ უბრალოდ დაწერ აი ამ generic-ის მეტობა ნაკლებობას, შიგნით ტიპს აღწერ და როგორც მეთოდში იყენებ აი ამ t-ს უკვე აი ამ მეთოდში, სადაც გინდა, ისე იყენებ კონსტრუქტორშიც. ნუ შეგვიძლია კლასის, კონსტრუქტორის და მეთოდების გაჯენერიკება. ნუ აქ არის მაგალითი მოყვანილი, ანუ გადავეცი 100-იანი და ეს 100-იანი რო გადავეცი, აი აქ დაჯდა ხო 100-იანი და 100-იანი რაღაც რადგან ინტეჯერია ეს პრიმიტიული, ამის მაგალითად ინტეჯერ ტიპი ჩაჯდა აი აქ, აი ამ t-ს მაგივრად და აი ამ მეორე შემთხვევაში აქ float-ია პრიმიტიული და პრიმიტიული auto-wrapping-ით გადავიდა dit float-ში და აი ამის მაგივრად აქ ჩაჯდება მერე float ტიპი. ნუ ეგრე ხდება generic ტიპების მეთოდებში ამოკითხვა. და ასევე შეზღუდვა არის, ხო, ანუ კომპილერი შეამოწმებს აი ამას. ის ტიპი, რაც გადმოვეცი ამას, აექსტენდებს თუ არა numbers. არის თუ არა instance of number-ი. ხო, ნუ აქ დაბეჭდავს 100, ეს დაბეჭდავს ამას. ნუ აქ 100 რო წერია, სიამოვნებაში ამას დაბეჭდავს. ეხლა ვნახოთ ასევე და აუცილებლად გახსოვდეთ, რომ Java აკეთებს მხოლოდ ერთ ოპერაციას. Implicit casts აკეთებს მხოლოდ ერთს. მაგალითად, თუ autoboxing-ია საჭირო მხოლოდ autoboxing-ს იზამს და თუ არის საჭირო მაგალითად პრიმიტიულების გადაყვანები მხოლოდ მაგას იზამს. ანუ ისეთი რაღაცა ორი ოპერაცია რო ქნას კომპილერმა თავისით, ეგეთი რაღაცა არ ხდება. მაგალითად, თუ მე მიწერია აქ float-ი, თუ აქ მიწერია მაგალითად extends, ნუ ესეთი რაღაც შემიძლია დავწერო. მაშინ თუ ამას გადმოვცემ პატარა floats, კი ბატონო, dit float-ში ავტომატურად გადაიყვანს, მაგრამ int-ი რო გადმოვცე პატარა int-ი.
ის პატარა ინტი გადავიდეს float პრიმიტიულში და მე auto-wrapping-ი გაუკეთოს ობიექტურ float-ში, ეგეთ რაღაცას არ იზამს, ან მხოლოდ ერთ ოპერაციას გააკეთებს. და თუ ორი არის საჭირო, მაგ შემთხვევაში ან ხელით უნდა უქნა ერთი ოპერაცია, მაგალითად float პრიმიტიულ float-ში გადაყვანა ინტეჯერის, პრიმიტიული ინტის, ან სხვა რაღაც უნდა გავაკეთო, ხო, სხვა რა შეიძლება იყოს. ან პირდაპირ float int value ან value from-ით ამოვიკითხო პირდაპირ float მნიშვნელობა. იმიტომ რომ Java არასოდეს ორ ოპერაციას არ გაგიკეთებს გაჩუმებით. აკეთებს მხოლოდ ერთ ოპერაციას, ან wrappings, ან პრიმიტიულების გადაყვანას ერთმანეთში. აი, ახლა აქ რა გვაქვს? ხო, კლასები და ინტერფეისები, ანუ ინტერფეისშიც შეგვიძლია აქ ეს არსებული ინტერფეისების მაგალითია ნაჩვენები, ანუ ლისტი რო ნახოთ უწერია i, ანუ რაც კოლექციის ელემენტების ტიპები ტეთი არ არის, ეთი არის აღნიშნული, generic-საც აიყენებენ. array-list-საც უწერია i, ამას extends აქაც i არის გადაცემული, ანუ ეს რაც აქ გადმოეცემა, ის გადაეცემა მე აქაც. ნუ აიმპლემენტირებს და აქაც i არის გადაცემული. ეს set-ი არის, აქ 3 set-ია და ნუ map-იც ეგრე არის, map-ში k და v არის გადაცემული. ნუ map-ი რო გიწერია, map-ი ესე არის განმარტებული რაც. ტიპი და v ტიპი, ანუ გასაღების და მნიშვნელობის ტიპები. ხო, row type-ი, ახლა მოდი აქაც ვნახოთ ეგ. type erasure, მოდი ეს ვნახოთ. მოდი აქ row type-ი თუ სადმე გვიწერია row types. ანუ აქ იგულისხმება რა, აქ ამ row type-ში იგულისხმება ის, რომ ეს t-ტიპი კომპილაციის შემდეგ იშლება. ანუ სინამდვილეში ეს შეიძლება დავწერო, მაგრამ ეს ინტეჯერი სინამდვილეში კომპილაციის მერე აღარ ფიგურებს არცად, ამის მაგალითად ობიექტი არის. უბრალოდ კომპილაციის დროს ხდება კომპილერის მიერ რაღაც შემოწმებების გაკეთება. ანუ row type-ი ქვია მაგას nedly ტიპი, როდესაც ობიექტი არის. ანუ პრინციპში row type-ი აქ იგულისხმება, რომ არაფერს როცა არ გადასცემ, ობიექტი არის. generic ტიპის მაგივრად. ანუ ეგ იგულისხმება. ნუ ესე ქვია რატომაც არ ვიცი, მაგრამ ნუ umi generic შემთხვევაში t-ტიპის და რაღაც generic ტიპების მაგივრად იქნება object ტიპი. ეგ დაიმახსოვრეთ. ხო. ხო, ტიპი ცხადად გადააქნავ, შეიძლება გამოიწვიოს შესრულების შეცდომა. ამ შემთხვევაში აი მაგალითად აქ ხო გადავეცი ეს nedly არის, t-ტიპი არა, მაგ გადაცემული, გადავეცი ნებისმიერი რამ, ანუ string-ი, პოლიმორფიზმი შემიძლია ობიექტში შევინახო, ობიექტის რეფერენსში, მაგრამ მე რო გავაკეთე get object-ი და ხელით ვქასთავ, ეს გამოიწვევს runtime შეცდომას, ხო, class cast exceptions, ამიტომაც ვამბობთ, რომ ნუ ეს generic-ის გამოყენება ჯობს, იმიტომ რომ კომპილაციის დროს გვეტყვის შეცდომებს. ამ შემთხვევაში გვეტყოდა, რომ ეს არის string ტიპის და double-ში ვერ ვქასთავო. ნუ კომპილაციის დროს იტყოდა შეცდომას, ამ შემთხვევაში აქ არ ჩანს. ეს ობიექტი არის, არ ვიცი, მე მგონია რომ double-ია და double-ში ვქასთავ და ამიტომაც ეს გამოიწვევს runtime შეცდომას. ხო ეს დაეტია რა უშავს, რა უყოთ ხამს. ხო, erasure ტიპის ინფორმაციის გასუფთავება, ნუ აქ იგულისხმება, რომ კომპილაციის შემდეგ გარდაიქმნება აი ასეთ რაღაცად. ანუ t-ტიპის მაგალითად ობიექტები ჩაჯდება. ეს generic-ის შემოწმება და რაღაცა მისი გაკონტროლება ხდება მხოლოდ კომპილაციის დროს. კომპილაციის შემდეგ ყველაფერი ობიექტად იცვლება. ანუ სადაც t იქნება, ან რამე ეგეთი ტიპი იქ ობიექტი დაიწერება. აქ იგივე მიწერია. და აუცილებლად დავიმახსოვთ შეზღუდვები სტატიკურ წევრებზე. ას შეგვიძლია ეს generic t-ტიპი გამოვიყენოთ სტატიკურში. იმიტომ რომ ეს t ობიექტურ ტიპებთან არის, ანუ იმ ტიპე ისეთი რაღაც ტიპი არის, რომელიც გამოიყენება
runtime-ში შექმნილ ობიექტებში და არა მარად არსებულ სტატიკურებში. ალოგიკურია ხო, ანუ როგორ უნდა გავიგო ახლა სტატიკური ხო კლასთან მიბმული არის, ანუ კლასის განმარტებასთან მიბმული წევრი არის სტატიკური. და მე თუ დავწერე t, ამ ჩემმა სტატიკურმა რა გაიგოს ეს რომელი t-ა. ეს string-ია, რა არის ხო ვერ მიხვდება. ამიტომაც არ შეგვიძლია სტატიკურ წევრებთან ერთად ამ generic t ტიპის გამოყენება. ეს იწვევს კომპილაციის შეცდომას. და ასევე გვაქვს შეზღუდვა, შეგვიძლია ხო, შეუძლებელია განზოგადებული ტიპის მასივის შექმნა new ოპერატორად. ანუ ეს რაღაც ესეთი ოპერაციის გაკეთება არ შეგვიძლია. ესეთი რაღაც შეგვიძლია, მაგრამ აი ამის გაკეთება არ შეგვიძლია. ну ჩვენ არ შეგვიძლია თქვათ new და მერე t დავწეროთ. იმიტომ რომ ეს t ვინ არის? რაც გაურკვეველი ტიპი არის, ხო და ანუ ეგეც შეზღუდვა არის Java-ში, რომ არ შეგიძლია new-თი შექმნა პირდაპირ რაღაც t ტიპის მასივი. და ასევე არ შეგიძლია პირდაპირ ეს new t შექმნა. ანუ მე არ შემიძლია რაღაც new t ესეთი რაღაც გავაკეთო. ეს იმიტომ რომ ეს რას ამბობს? ესეთი რაღაც რომ შემეძლოს, ეს მაშინ ამბობს, რომ მე მაქვს რაღაცა t ტიპი, რომელსაც უპარამეტრო კონსტრუქტორი აქვს. და Java-ში ჩვენ არ შეგვიძლია მივუთითოთ generic tips აღწერილობაში, ვთქვათ, რომ ისეთი generic ტიპია, რომელსაც უპარამეტრო კონსტრუქტორი აქვს. ეგეთი რაღაც განმარტების მიცემა არ შეგვიძლია. თუმცა Sharp-ში არსებობს ეგეთი გზა, რომ მივუთითო generic tips, რომ ვთქვათ, შეგვიძლია ესეთი წინადადება თქვა, რომ ეს არის generic t ტიპი, რომელსაც აქვს პარამეტრო კონსტრუქტორი. ეგეთი რაღაც შეგვიძლია Sharp-ში თქვა და Java-ში არ შეგიძლია ეგეთი შეზღუდვა შემოიღო, ამიტომაც ესეთი შექმნა არ შეგიძლია ამ t ტიპით new-თი და ესეთი მასივის შექმნაც არ შეგიძლია. ხო, ну აქ ქვემოთ კიდე ერთი ვარიანტი არის, ანუ generic ტიპის რაღაც integer ტიპის generic-ების მასივის ეს შექმნაც არ შეგიძლია. თუმცა შეგიძლია ამითი wildcard-ით შექმნა, რომელიც მაგალითად ობიექტები იგულისხმება. ხო, ну ესეთი შეზღუდვა არის. აქაც დაახლოებით იგივე ლოგიკა ფიგურირებს, მე მგონი, რაც აი აქ ტიპის შექმნის დროს ზოგადი ტიპის რაღაცის შექმნა რო არ შეგიძლია, აქაც არ შეგიძლია ესე შექმნა generic-ების მასივი. თუმცა თუ დაგჭირდათ lists შექმნით და ეგ იქნება. List-ის შექმნა შეგიძლიათ, შეგიძლია შექმნა ლისტი ამ ტიპების, ან შექმნა ვთქვათ generic, შეიძლება ეს gen-ი იყოს, შეიძლება ეს იყოს gen რაღაც string ტიპის, ესეთი რაღაც შეგვიძლია უპრობლემოდ. ამიტომაც სადაც მასივი გზღუდავთ, იქ შეგიძლიათ ლისტი გამოიყენოთ. ხო, diamond ოპერატორი ქვია ამას, ანუ აქ მარცხენა მხრიდან კომპილერი ხდება აი აქ რა ტიპები იგულისხმება, ამიტომაც ამისი აი აქ დაწერა ხელმეორედ ანუ შეგიძლია არ დაწერო ხელმეორედ აქ ინტეჯერი. მასე ვილაპარაკეთ უკვე. ხო, ну map-ში ორი ტიპი გადაეცემა, ეგეც თქვით. და ასევე აქ მძიმე არ ჭირდება, ანუ აი ეს არის სწორი სინტაქსი. აქ შეიძლება ბევრი ტიპი იყოს, მაგრამ diamond ოპერატორი ეს არის. diamond ოპერატორი მე კომპილერი შეხედავს, რომ აი აქ diamond ოპერატორი, ესე იგი მოდი აი ამით რეფერენსით გავარკვევ აი აქ რა ჩაიწეროს. არავითარი მძიმე აქ არ ჭირდება, ეს შეცდომა იქნება. ну აქ მაგალითი არის comparable-ის, აქ student comparable არის და რადგან აქ სტუდენტი გადავეცი აი ამაში generic interface-ში იყო მითითებული, რომ რაც აქ გადაეცემა, ის ფიგურირებს პარამეტრად compare to-ში. ამიტომაც აქაც სტუდენტი ჩაჯდა და არავითარი casting-ი აღარ მიწევს. პირდაპირ ვიცი, რომ სტუდენტი გადმომიცემა, იმიტომ რომ ეს არის შედარებადი სტუდენტთან. compare to student. აქ რა გვაქვს? ხო, ну აქაც integer-ი ვნახეთ, integer-ის comparable არის და ამასაც integer გადაეცემა. კომპარატორშიც ეგრეა, გადასცემ რისი შემდარებელი არის, რა ტიპების ობიექტების. ну აქაც შეგვიძლია გამოვიყენოთ ის შეზღუდვის რაღაცა და დავწეროთ მაგალითად
როგორ იყო ეს extends ესე კი არა, მე მგონი ესე იყო ხო, გამოყენების პროგრამას ხო ვიყენებთ. ანუ შემიძლია შევუძლო გადავცე რომ რაღაცა ისეთი ტიპები, რომლებიც აექსტენდებენ ამას. ამ შემთხვევაში ამ შემთხვევაში აქ ქვემოთ მე მგონი აქ მაინც სტუდენტები ჩამეწერება. შეგვიძლია მე დავტესტოთ, მოდი ახლა ვნახოთ. პრინციპში ხო, აქ დავწეროთ ერთი კომპარატორი, აღარ გვინდა. იმიტომ რომ ესე generics GTSO generics main class-ი chance ეს თქვენთან ცოტა დააპატარავებულია, მე მგონი იმედია chance. აქ შემიძლია უცებ შევქმნა მაგალითად person class-ი რაღაც არაფერი არ კონდეს, ხარ გვაინტერესებს და უბრალოდ აქ person თქვათ comparator ისეთი ვიღაცა, რომელიც აიმპლემენტირებს comparators person ამ შემთხვევაში გასაგებია ხო რაც მოგვეთხოვება. მაგრამ აი რომ დავწერო ესეთი რაღაცა, აი ამ დროს რა მოხდება? როგორც ხედავთ აქ no wildcard expected, არ შემიძლია ეს wildcard-ით აქ შევზღუდო, ამიტომაც პირდაპირ persons დავწერ და person-ის შვილებით შემიძლია შევადარო ხო პოლიმორფიზმით, აქ wildcard-ი არ შეიძლება როგორც ჩანს. კი ბატონო, მარტო გამოყენების დროს შეიძლება და არა განსაზღვრებებში აი აქ. ხო ეხლა date time ეს ყველაფერი ხო გასაგებია, ეს generic-ი არის. ჩვენ შეგვიძლია generic ტიპები, generic interface-ები შევქმნათ, რაღაცნაირად შევზღუდოთ და მე რაღაც ოპერაციები გავაკეთოთ ამ ტიპების გამოყენებით. ძირითადად ჩვენ შეგვიძლია აი ამ ზოგადი ტიპის, მაგალითად შეგვიძლია ეს person-ს რაღაც ტე გადავცეთ. ზოგადად ეხლა აი აქ კონსტრუქტორს დავწერ. აქ ამ ტეზე რა შემიძლია გავაკეთო? ამ ტეზე პრინციპში აქ დიდი არაფერი არ შემიძლია. ეს new ტეს რატომ თავაზობს ვერ ხვდები მე. ანუ აი ამ ტეზე მაგალითად აქ შემიძლია ტე პარამეტრი დავწერო რაღაცა arg. ამ arg-ზე შემიძლია get class-ი გავაკეთო, ხო? და ეს დამიბნებს class, რომელიც იქნება აი ამ ტეს აღმწერი, შემიძლია რაღაცები გავაკეთო მე ამაზე. ასევე შემიძლია აქ დავწერო, მე მგონი ტერო დავწერო ეს არ მუშაობს როგორც ჩანს. raw type არის როგორც ხედავთ. თუმცა შემიძლია განსაზღვრების, ესეთი რაღაც დავწერო, ხო, შემიძლია რაღაც class. ესეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო. ეს ტიპი შემიძლია გამოვიყენო, სადაც ტიპს ვიყენებ იქ. მაგალითად შემიძლია ლისტი შევქმნა ამ ტიპის. ლისტი მაგალითად. ხო? და ასე შემდეგ. ხა მოდი აქ გადმოვიდეთ და ეს date time-იც ავხსნათ. ესე იგი Java-ში, რადგან Java არის backward compatible, ეგ ნიშნავს, რომ Java-ში ადლე რა კლასებიც შეიქმნა, რა ინტერფეისებიც დაიწერა, რა ლოგიკებიც შიგნით მეთოდები დაწერეს, ის ყველაფერი ახლაც გვაქვს. იმიტომ რომ ახალ ძველი პროგრამები ახალ Java-ზე უნდა გაეშვას. ეგაა backward compatibility-ის მთელი იდეა. და ჩვენ Java-ში გვაქვს date კლასი, რომელიც არის ძველი კლასი, რომლითაც თარიღის ინფორმაცია ამ კლასში ინახებოდა. და ამ date-ში ინახებოდა არა მარტო თარიღი, არამედ დროც, ანუ დღე, თვე, წელი და ასევე წუთი, საათი და წამი და მილიწამი, ანუ მთლიანი დრო ინახებოდა ამ date-ში. მერე შემოიღეს კალენდარი, რომელიც date-თან ერთად გამოიყენებოდა
და ამ კალენდარს ქონდა კარგი მეთოდები, მაგალითად დაამატე ერთი დღე dates, გამოაკელი ერთი დღე, მიუმატე ერთი კვირა და ასეთი ოპერაციები. ნუ მე თქვენს რომ არ გვინდა ახლა ესე არეულად რო გვაქვს ძალკე კალენდარ კლასი და date კლასი და მოდი ერთი ჩამოვაყალიბოთ ყველაფერი ნორმალურადო, გემრიელადო და შემოიღეს ეს local date და local date time. ნუ local date მარტო თარიღს ინახავს წელს, თვეს და რიცხვს და იგი არის immutable, ანუ რაღაც ოპერაციას თუ შეასრულებ მასზე string-ისნაირად იგი გაძლევს სხვა ახალ dates და იგი იქნება სტატიკური მეთოდით. ეს new-ი არ იქნება. ანუ ეს არის immutable კლასი. და ნუ შეგვიძლია now-ი მაგალითად მიმდინარე თარიღი მივანიჭოთ. ავიღოთ კომპიუტერიდან, შეგვიძლია off-ით თარიღი მივანიჭოთ ესე წლიდან დაწყებული რიცხვამდე და შეგვიძლია ასევე ეს ენამი გამოვიყენოთ თვის მისათითებლად და ეს თვეები ძველ Java-ში ზოგან ძველ კლასებში, თარიღების კლასებში 0-დან იყო, აქ თქვენს რომ არ გვინდა 1-დან დავიწყოთ თვლავ, ანუ ეს პირველი თვე იანვარი არის და თუ გინდა რომ არ დააბნიო ხალხი, შეგვიძლია ენამი გამოიყენო. და გვაქვს აქ შიგნით ჩაშენებული ეს plus days, minus days, plus weeks ეს მეთოდები. ანუ ყველაფერი ერთადაა. და უფრო მოქნილი არის, ხო, ეს ცალკე რაღაც კალენდარის გამოყენება აღარ მიწევს. პირდაპირ plus days, minus plus weeks და ასე შემდეგ. ხო, ეს არის local date. Local date time უფრო მეტ ინფორმაციას შეიცავს. საათს და წუთს და ნუ წამს და მილიწამს და ნანოწამს. და შეგვიძლია გააკეთო plus days, minus days, ასევე რადგან date time-ი აქ plus hours-ით შემიძლია გამოვიძახო. თქვათ 2 საათი შეგვიძლია მიუმატო ამ თარიღს, მაგრამ გვახსოვდეს რომ ეს ოპერაციები არის immutable, ანუ ეს now კი არ შეგეცვლება. არამედ ეს დაგიბრუნებს ახალს და მე ეს სადღაც უნდა შეინახო, თქვათ now plus 2 hours უდრის რაღაცა. ეს იქნება ახალი local date time. ხო? იმიტომ immutable არის. ეგ დავიმახსოვროთ. და ამ სტუდენტში უკვე შეგვიძლია რაღაც birth date-ი მივუთითოთ და birth date-ი მარტო local date-ი, ანუ თარიღია. ეს locally ეს პრეფიქსად დაუწერეს, ეს სახელის ზაფერი ლოკალიზაციასთან არაფერ კავშირში არა, უბრალოდ ესე რადგან date-ი გამოყენებული იყო, თქვენს რომ ნუ ესეთ სახელი დავარქვათ, local date-ი არის ახალი date კლასი, local date time-ი არის ახალი ნუ date time-ი, მაგრამ ნუ როგორც თქვით, ძველი date-ი, ასევე date time-ი იყო. ხო, ნუ ეგ იყო და ახლა ჩვენ შეგვიძლია აი ამით რაღაც მაგალითი გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ავდგეთ და ასევე გვახსოვდეს local date და local date time-ი არიან შედარებადები. ანუ აქ რო თქვათ სადღაც person-ში გამოვიყენო მაგალითად private string, ნუ აქ name იქონდეს private int age და private local date. ესო გამოვიყენო და ნახეთ java.time-ში არის მოთავსებული ეს time packet-ში. ნუ აქ შემიძლია birth date and birthday როგორც წერენ ხოლმე ასე რა. ნუ ეს შეგვიძლია ესე გამოვიყენოთ და მე აი ამაზე ამას ჩავხედოთ და ვნახოთ რომ ეს არის აიმპლემენტირებს ვიღაც ჯიგრებს და აი აქ ამ ტემპორალი და ერთ-ერთი ვიღაცა აუცილებლად იქნება შედარებადი. აი ესა chrono local date. ნუ chronos ეს რაც კი დროსთან დაკავშირებულია ხოლმე იმას წინ უწერენ. მაგალითად C++-შიც გვაქვს რაღაც chrono ბიბლიოთეკა, ხო? დროსთან დაკავშირებული და ეს comparable არის და შეგვიძლია ვნახოთ რომ ნუ აი comparable და აქ compare to ესე შეგვიძლია ნახოთ რომ გვაქვს. გე? სხვა chrono local date-თან შედარებადი იქნება ეს ჩვენი local date. ნუ აქ შემიძლია გავაკეთო ესეთი რაღაცა. ეს გავხსნა, დავწერო ეს person comparator კი არა person birthday comparator rename file და გადმომეცეს person-ი და დავწერო OLT
getter მეთოდებიც დავუწეროთ, მოდი. მოდი ეს protected იყოს და იგივე პაკეტში პირდაპირ მივწვდები, ხო, ამ ჯიგას. age კი არა, birthday compare to ორი birthday. მორჩა. და უკვე შემდარებელი გავაკეთე და ნუ ამ იმითი ვაკეთებ შედარებას. ახლა ხო ამისი გამოყენება ვნახეთ. ახლა ამ generic-ის გამოყენებაც შეგვიძლია აქ დავწეროთ ესეთი რაღაც, ვთქვათ, h-ი კონდეს რაღაც h ტიპი და აქ შემიძლია დავამატო protected, ვთქვათ, list-ი ამ h ტიპის და თქვა რომ ეს არის hobbies. array list-ი ვთქვათ რომ არის წარიელია. ესე და ნუ ამ ჰობიებში შეგვიძლია მე რაღაცა დავამატო. ნუ ამ შემთხვევაში აქ კონსტრუქტორს გავაკეთებ ესე და ასევე ჰობი რაც გადმომეცემა მოდი ამ იმას ესე მივანიჭებ list copy-ოს ჩავაგდებ შიგნით. ახეთ h-ი აქაც გამოვიყენე, აქ აღარ გამოვიყენე, იმიტომ ეს h ტიპის არის სადაც აქ diamond ოპერატორი გამოვიყენე. ნუ ეს აქ შემიძლია წავშალო ან შემიძლია ესეთი რაღაც გავაკეთო. კონსტრუქტორი გავაკეთო, რომელსაც ეს ჰობი არ გადაეცემა. ამ შემთხვევაში ეს წარიელი იქნება ამის მიხედვით. ნუ აქ შემიძლია this-ი გამოვიყენო, თქვა name, age, birthday. ნუ აქ შემიძლია ასევე getter setter-ი გავაკეთო ამისთვის. ან set-ის მაგივრად უბრალოდ და ასევე შემიძლია გავაკეთო public void add hobby. აქ h-ი გადმოვცე hobby და უბრალოდ აი ამ ჩემ hobby-ებში დავამატო ეს. ეს ჩემი hobby. ეს თავს ზოგადი ლისტის შემთხვევაში ეს generic-ის გამოყენება შემიძლია. და main-ში შემიძლია აქ დავწერო ვიღაცა person, რომელსაც string hobby ექნება, ეს იქნება John Brown-ი. ეს person-ი შევქმნა, აქაც diamond ოპერატორი გამოვიყენო, John Brown 35, თქვათ 1969 წელს. მაგრამ ეს 69 წლის რაღაცა აქ უნდა გამოვიყენო ის ჩემი local date, time-ი აღარ მინდა, date-ის. from-ი, ან off-ი უფრო სწორად და გადავცე ესეთი რაღაც თარიღი, თქვა წელი, month. რა ვიცი, 1 აპრილი იყოს. ეს მოდი ახალ ხაზზე ჩამოვიტანოთ ესე რომ დაეტიოს. და მე რაღაცები ამ John Brown-ზე შემიძლია თქვა add hobby და დავწერო potato eating. ესეთი გამოყენება უპოვო ხო ამ generic-ებს. მე მგონი ესენი მარტივი თემებია, ანუ ამ local dates ბევრი ისა აქვს, ხო, მეთოდი აქ შემიძლია ავდგე და ესეთი რაღაც გავაკეთო. John Brown-ის get birthday გავაკეთო. ესა John Brown-ის თარიღი. და თქვა John Brown-ი birthday-ის მაგალითად add plus და minus მეთოდები მაქვს, ხო, plus minus. ნუ მაგალითად 10 წლის წინ რამდენი წლის იყო, ან რაღაც ეგეთი, ხო, plus minus years, თქვა 10. მე შემიძლია ეს უბრალოდ დავბეჭდო. ხა ამის თარიღის დაბეჭდვის დროს აქ არ მიწერია, მაგრამ თარიღი მე შემიძლია string-ში გადავიყვანო date time local date ან local date time-ი შემიძლია გადავიყვანო string-ში ან პირიქით ვქნა string-იდან გადმოვიყვანო string-ი გადმოვიყვანო აქ. ამას ქვია ფორმატირება, ამას ქვია პარსირება. string-იდან, ანუ რაღაც სხვა ტიპიდან შენ ტიპში გადმოყვანა, ანუ გაპარსვა ქვია. ნუ ეს შემიძლია მარტივად გავაკეთო. ეხლა ეს პირდაპირ ვბეჭდავ toString მეთოდი იძახებს. მოდი აქ toStrings დავწერ. to epoch-day არის და toString. აქ ჩავიხედო, ვნახავ დაახლოებით რა ფორმატისას მივიღებ, ხო? აი ეგ წერია ISO
8601 ფორმატის თარიღს მივიღებთ, რომელიც არის შემდეგნაირი თარიღი: წელი, თვე, თან ეს თვე და დღე იმიანი, ორ იმიანი, რა ქვია ამას, ორციფრიანი, როგორც არის. და თუ local date times ვიყენებ, ნუ იქ მერე t-ს მიემატება, აქ t დაეწერება და მერე თარიღიც მიემატება. თუმცა ამ შემთხვევაში local date-ს ვიყენებ და local date-ის ეს ISO წარმოდგენა არის ესეთი. მაგალითად, თუ მე მინდა სხვანაირად დაუბეჭდო, მე შემიძლია ვთქვა birthday format და ნახეთ ეს strings აბრუნებს, მაგრამ date time format-ერი უნდა გადავცე და შემიძლია აქ date time format-ერ, აქ სხვადასხვა ფორმატერები უკვე არსებული მაქვს. ნუ ISO date შემიძლია გამოვიყენო, ISO date time ეს არ მჭირდება, იმიტომ date time-ის არ ვიყენებ, ISO date-ის საკმარისი იქნება. და აქ ნუ რაღაც სხვა რაღაცებიც არის და ასევე შემიძლია მე off pattern-ი გამოვიძახო და ამას გადავცე ჩემებური pattern-ი. ხა ეს pattern-ი როგორია? pattern-ი არის შემდეგნაირი. რაღაც ესეთი სიმბოლოებით შემდგარი უნდა იყოს და რაღაც შედეგს მივიღებ. აქ მაგალითია მოყვანილი. თუ d-ს დავწერ, ეს მომცემს თარიღს, მაგრამ ერთი ციფრით, ორ ციფრიანს არა. ნუ ორ ციფრიანი თუ იქნება, რა თქმა უნდა, მომცემს, მაგრამ ნუ იმ 0-3-ს არ მომცემს. თუ 3 არის, დამიწერს 3-ს. 3 მუთი შემიძლია დავწერო სიტყვიერი შემოკლებითი თვის სახელი და ნუ წელი აქ 4 იმითი არის მითითებული, ანუ თლიანი წელი დაიწეროს, ხო? აქაც შემიძლია ეს გამოვიყენო ეს pattern, დავწერო მაგალითად day, მერე month და მაგალითად ეს წელიწადი ესე. ნუ შემიძლია აქ რაღაც კიდე დავწერო, თქვა potato ესეთი რაღაცა, ეს მე მგონი პრობლემას არ წარმოადგენს. ან რაღაც სიმბოლოებიც კი ჩავთო, აქ შემიძლია ტირეები დავამატო, ეს პრობლემას არ შექმნის. ხო, და ნუ ეს system out-ში შევაგდოთ და ეხლა უბრალოდ ნახოთ რა შედეგს მივიღებთ. ხო, ნახეთ unknown pattern, ანუ რაღაც შეცდომა ეს რაღაცაში ჭირდება, მე მგონი აქ escaping-ისავით რო გავუკეთო თუ შეიძლება ეს. რამენაირად რო escaping გავუკეთო. format ხო, ნუ როგორც ჩანს რაღაც ეს O არ მოეწონა, მისი escaping ახლა აქ არ მახსოვს როგორ უნდა, თუმცა შესაძლებელი უნდა იყოს, მოდი ეს წავშალოთ, მარტო smiley კი დავდოთ. ხო, ნუ ამ შემთხვევაში ეს თარიღი დაბეჭდა, გადაიყვანა string-ში, ისე გადაიყვანა როგორც მაგალითში იყო, ხო, აქ აპრილი ესე აპრ დაწერა. ნუ ეს smiley კიც დატოვა. ნუ თუ რამეა და ამ თარიღს გინდა დამატებით რაღაც ტექსტი მიუწერო, ჯობია ჯერ გადაიყვანეთ და მერე მიუწერეთ, ხო, ამ ბოლოში კონკატით. is mine, რაღაც ესეთი. ხო, იმიტომ რომ ფორმატირების დროს აქ რაღაც სიმბოლოები რაღაცას აღნიშნავს და შეცდომას გამოიწვევს, ამიტომ ჯერ გადაიყვანეთ შესაბამისი ფორმატერით. ნუ ეს ფორმატერია, შემიძლია ცალკე შევინახო ცვლადში. რომ ბევრჯერ გამოვიყენო my super formatter. ხო, my super formatter-ია შემიძლია შევინახო სადღაც აქ, მაგალითად private static final. ეს my formatter-ი, ეს შემიძლია სტატიკურად სადღაც შევინახო. მოიცე ეს my formatter. ხო, იმიტომ რომ ბევრჯერ ახლა ამ ფორმატერის შექმნა არღის უაზრობა, ერთხელ შექმნი გამოიყენებ საცაგინდა. და გამოიყენებ ფორმატირების დროს და ასევე ამოკითხვის დროს. მაგალითად, თუ მე აი ეს თარიღი გადავიყვანე string-ში, date string და მე სადღაც რაღაც ბაზაში შევინახე, მე შემიძლია ეს აქედან local date-ი ამოვიკითხო, local date-ი. თქვათ date dris local date parse პირდაპირ. უბრალოდ აქ parse ნახეთ გადაეცემა ისიც ფორმატერიც, ხო, რომელი ფორმატერის მიხედვით გაპარსოს. ნუ აქ რაღაც strings შემოვიღებ, მაგალითად 1-apr ნუ რა ვიცი 2020 იყოს ამ შემთხვევაში. და ფორმატერად ეს ჩემი ფორმატერი, რომელიც სტატიკურად მაქვს შექმნილი და ამ შემთხვევაში ეს date-ი ამოიკითხება.
მოდი გავუშვათ, ნახოთ იმუშავებს თუ. და აუცილებლად ხილად იყავით ეს parseri და ასევე string-ში გადამყვანი ფორმატერი exception-ებს ისვრის და ფრთხილად იყავით, შეიძლება exception-ი გამოიწვიოს და დაიჭირეთ თუ რამეა ეს date time exception. ნუ ამ შემთხვევაში სწორად იმუშავა. ნუ რადგან აი ამას პირდაპირ ბეჭდა, ამან ISO ფორმატში დაწერა, მაგრამ როგორც ხედავთ, 1 აპრილი 2020 წლის როგორც აქ მქონდა გადაცემული, ან სწორად გაპარსა ეს date-ში და მე დაბეჭდა თუ string-ის გამოყენებით ISO 86 რაღაც ფორმატში, ხო 8601. ეს ცნობილი ფორმატი არის თარიღის წარმოდგენის ტექსტად. ISO-ს ბევრი ეგეთი ფორმატი აქვს, ჩვენ ნახეთ ის ქვეყნების, ხო? კაი, მოიცა ვიღაცა რაღაცას მწერს მე მგონი. 2-ზე იქნება. კი, 2-ზე იქნება, აქ შემოსული არ არის. შემოსული ხარ დიმიტრი, ხო? ეხლა შემოვედი მე და ყოიქნება 2-ზე. ეხლა შემოხვედი? ხო, ეხლა რაღაც მაგალითი დავწეროთ ამ generic-ებით. და body-ში რაღაც კედელს ბულღავენ მეზობლად და შეიძლება რაღაც ხმები გესმოდეთ და დაუშავს. ხო, ნუ generic-ებში რას თქვით ეხლა იმათზე მაგალითები დავწეროთ. რამე ბიბლიოთეკასავით გავაკეთოთ ამ generic-ით, ხა დიდად არ ვიცი ხა რა შეიძლება გავაკეთოთ, მაგრამ ნუ შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ კოლექცია, როგორც ჩვენ აზე გავაკეთეთ უბრალოდ generic კოლექცია იყოს. მაგალითად შეგვიძლია გავაკეთოთ ბმულისია, უბრალოდ generic ბმულისია. ხო, ანუ შეგვიძლია გავაკეთოთ რაღაც ან stack-ი რო გავაკეთოთ generic stack-ი. ხო, რაღაც ეს my stack-ი შეგვიძლია რაღაც ან generic stack გავაკეთოთ კლასი. და ასევე ნუ შეგვიძლია ესენი წავშალოთ, მაგრამ ნუ დავტოვოთ იყოს. ნუ აქ შეგვიძლია აქ ცალკე პაკეტი შევქმნათ stack-ი და ვარქვათ ან structures ამაში ჩავაგდოთ ეს generic stack-ი და ასევე ეს generic stack-ი, მოდი ამას stack-ი დავაქვთ, ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ხა თუ არსებობს stack-ი, ჩვენ კლასსაც stack-ი დავარქვათ. ეს პრობლემა არა. stack ხო ესე იწერება თუ მეშლება მოიცა. stack. ხო, ნუ ესე იწერება. რაღაც უბრალოდ რო არ დამიწერია ეთქობა ვერ ვამჩნევ კარგად. ნუ რაღაც t-ტიპის იყოს, t-ტიპის მონაცემების და ასევე ჩვენ შეგვიძლია ეს დავწეროთ, რომ ეს აიმპლემენტირებს მაგალითად stackable, რომელიც t-ტიპის იქნება და stackable იყოს ინტერფეისი, რომელშიც გვექნება რაღაც აუცილებელი მეთოდები. მაგალითად ერთი იქნება t-pop-ი, რომელიც pops გააკეთებს, ვიც ხო ეს არის public abstract-ი. მის დაწერა არ არის საჭირო. ასევე გვინდა push-ი, ანუ void push, რომელიც t-ტიპის რაღაცა elements ჩააგდებს. ნუ რადგან ეს ელემენტი, ეს მოდი ეს ეთი შევცვალოთ ელემენტი, რადგანაა ეს ელემენტი. მოდი აქ i იყოს, აქ არ უნდა არაფერი ბევრი. და კიდე შეგვიძლია გავუკეთოთ ეს pick-ი მაგალითად, pick-ი ნახავს თავის ელემენტს ისე რომ არ წაშალოს შიგნიდან და მოჩა ხო ახლა ნუ რამე კიდე თუ გვაგონდება შეგვიძლია დავამატოთ. ნუ ეს stack-ი იქნება. შეგვიძლია აქაც i გადმოვცეთ, რადგან ეს stack-ი არის ესე. ნუ აქ implement-ი გავუკეთოთ ამათ და შეგვიძლია აქ გავაკეთოთ ამ stack-ის შიდა რეალიზაცია იყოს უბრალოდ მაგალითად ყველაზე უმარტივესი ლისტი ხო რაღაც აი ამ ტიპის elements ესე დავარქვათ. ნუ აქ შეგვიძლია linked list-ი გამოვიყენოთ. ნუ რავი ახლა აქ შეგვიძლია სიამოვნებაში ისიც გამოვიყენოთ deck-ი. deck გამოვიყენოთ, რომელსაც stack-ის მაგივრად იყენებენ, თუმცა ნუ ან შეგვიძლია massive გამოვიყენოთ, მოდი massive არ გვინდა იყოს ეს. massive-ს ვერ გამოვიყენებთ. კაი, იყოს ეს. ესეთი რაღაცა. და pop-ი უბრალოდ იქნება remove-ი, რომელიც თან აბრუნებს elements index-ით 0, ეს იქნება pop-ი. push-ი იქნება
პირდაპირ elements add მაგრამ ეს თავში უნდა დავამატოთ ან null index-ზე ამ s და ეს picky იქნება უბრალოდ elements get-ი null index-ეს ну ეს super მარტივი რაღაც სტეგი დავწერეთ შეგვიძლია ეს ლისტის მაგალითად სხვა რაღაც გამოვიყენოთ და ნუ აქ linked list-ი იმიტომ ჩავაგდე რომ როგორც ჩანს ეს pop ოპერაცია და push-ი რაღაცებს ამატებს და ნუ ეს linked list-ში წაშლა და დამატება უფრო მარტივად ხდება ამიტომაც მაგიტო გამოვიყენე და ნუ აქ ეს stackable იქნება ეს შეგვიძლია ამას დავარქვათ linked list stack-ი შეგვიძლია ამას დავარქვათ პირდაპირ stack მე ამისი გამოყენება აქ მარტივად გავაკეთოთ მოდი ეს წავშალოთ ეს ფორმატერი მოდი შევზღუდოთ რიცხვებზე ხო ანუ შეგვიძლია დავწეროთ stack ისეთი ვიღაცების რომლებიც აექსტენდებენ numbers ვთქვათ numbers დავარქვათ numbers stack დავაიმპორტოთ და შეგვიძლია აქ შევქმნათ ეს linked list stack-ი შიგნით ჩავაგდოთ რიცხვები ანუ push-ით შემიძლია შიგნით ჩავაგდო capture of რაღაც extents number ანუ აქ შემიძლია ჩავაგდო float-ი მაგალითად 12.2 ესე რატო არ შემიძლია ამის ჩაგდება აბა ესე ვქნათ float 12.2f მოიცა რას გვეუბნება ეს ნამბერი ხო Java lang ნამბერია ეს float-ის ესე ჩაგდება მოიცა აბა ცალკე განსაზღვროთ float num თქვა 12.2f ხო ეს ეს extends number-ი მე მგონი რაღაც არასწორად გვესმის ჩვენ მოდი შევხედოთ wildcard-ები to declare an upper bounded wildcard use wildcard character რაღაცა followed by extend ხო ესეც სწორად უნდა მუშაობდეს ეს ანუ фу ამ შემთხვევაში number ხო აქ ახლა მე დიდად ვერ ხვდები რატო მეუბნება რომ ეს ამას არ აკმაყოფილებსო იმიტომ რომ აქ უწერიათ ეს upper bounding-ი არისო კარგი მაშინ მოდი აბა აქაც დავუწეროთ ესეთი რაღაც extends შემის ბრალია ვითომ ან შეიძლება აქ პირდაპირ float-ი რო დავუწერო არა ანუ ესეთი რაღაც ნებადართული არის, მაგრამ იქ ნამზე მაინც მიწითლებს. კაი, მოდი ხისტი ტიპი დავწეროთ მაშინ. იყოს string-ი. 1 2 3 უმერე გავაკეთოთ ამისი თუ string-იც გავუკეთოთ, მოდი. ამან დაბეჭდოს როგორც ბეჭდავს პირდაპირ ლისტი კი არა გვაქვს აქ elements to string ხო მაგრამ ეს stack-ის სახე რომ მივცეთ მოდი დავბეჭდოთ ეს ვერტიკალურად ანუ for-ში გავაკეთოთ და უბრალოდ დავბეჭდოთ ესე system out-ით. აქ დავბეჭდოთ. მოდი
არაფერიც არ უნდა პრინციპში ეს ვერტიკალურად დაბეჭდოს და ეგ იქნება. მაგრამ ეს სისტემაუც კი არ მინდა მე string builders შემოვიღებ. new string builder. სუბში ჩავაგდებ. მე ამას დავაგდებ. ასე. და უბრალოდ ეს დავბეჭდოთ სისტემაუთით. ნახოთ რა შედეგს მოგცემს. ხო, ნუ ბოლო ელემენტი თავში იქნება 3 2 1. მე აქ პოპი გავუკეთოთ. პიკიც გავაკეთოთ. numbers text system out. და ამ შემთხვევაში ნუ ნახოთ რომ სწორად იმუშავებს. ხო, აქ 3 2 1 2 2 1 1 წუთი ამან პოპი უნდა გააკეთოს. ამას გაუკეთა, ეს ორი ცალი დარჩა. ამან პიკ იქნა, ხო, სწორად მუშაობს, უბრალოდ ცოტა დებილად გავაკეთეთ. ანუ ეს დაგვრჩა და სწორად შვება თავის საქმეს. ანუ რაღაცა უბრალოდ სტეკისავით შევქმენით, რომელიც ნუ შენიღბულად იყენებს linked lists, უბრალოდ სიას. არის generic ტიპის. ნუ ეს extends და რაღაცა ამ შემთხვევაში აქ ვერ გამოვიყენეთ, ვერ ხვდები რატო. და თქვენც მოერიდეთ ეგეთ რაღაც ვიცი რას ამბობს. ხო, მახლიდან ახსნი ახლა. ხო, ნუ გავყვეთ რა, ეხა 2 საათს იგივეს ახსნა, რავი. კი ბატონო. თუ გინდა ეხლა რომელისა, ეხლა ორიჯერ არ არის, ხო? თუმცა რაღაც დიდი მაგალითები რო გავაკეთოთ ამ generic-ებით და date-ით უკეთესი იქნება. ეს subta upper bound unbounded lower bound. ხო, lower bound-ი ეს მე მგონი super-ს რომელიც იყენებს ეგაა. list number, list object. ხო, ანუ ეს upper bound-ი, ეს lower bound-ი არის, ხო, ანუ შეგიძლია მაგალითად გამოიყენო აი ეს super integer და ამ შემთხვევაში integers მიიღებს, numbers-საც მიიღებს და objects-საც მიიღებს. ანუ ნებისმიერი რამ, რაც integers შეინახავს, ხო, ესეც შეინახავს, ესეც და ესეც. ანუ იერარქიაში ზედაზღვარი, ქვედაზღვარი იქნება ეს ინტეჯერი. სუპერის გამოყენების შემთხვევაში, თუმცა რატომღაც ვერ გამოვიყენე ამ შემთხვევაში ჩემთან. ვერ ხვდები რატო. ხო. ნუ კიდე რაში ვიყენებდით, comparable ვნახეთ. რაღაცა კლასით შევქმენით. და ასევე არ დაგავიწყდეთ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ცალკე generic მეთოდი. შემიძლია დავწერო public რაღაცა t ტიპის მაგალითად t get t რაღაც ესეთი. თუმცა ეს რაღაც ცოტა უჩვეულო მეთოდია, მოდი აქ void ტიპის იყოს რაღაც. foo ერქვა, რაღაც ეს ტიპი t ტიპი გადაეცემოდეს type. ნუ შემიძლია ესეც შევზღუდო ხო extends number შეიძლება ესე ვთქვა. მე მგონი აქ super-იც რო დავწერო თუ შემიძლია, ვნახოთ object and super object ესეთი რამე. ხო. ესეთი რაღაცები არ შეიძლება ერთი შეზღუდვა არის, ხო, ზემოდან ან ქვემოდან. ხო, ნუ ესეთი რაღაც შემიძლია გავაკეთო და ნუ ეს type-ი ისეთია, რომელსაც number-ის რაღაცები აქვს, შემიძლია byte value გავაკეთო. სისტემაუთი მაგალითად. ანუ მე შევქმნი ცალკე generic მეთოდი, ასევე შემიძლია შევქმნა სტატიკური generic მეთოდი. სტატიკური generic ცვლადები არ შემიძლია შევქმნო, მაგრამ შემიძლია მეთოდი შევქმნო, ხო? მაგალითად დავწერო public static t ამას bari დავარქვათ t type რაღაცას შვებოდეს ეს.
უბრალოდ აქ void დავუწეროთ, მოდი ეს დასაბრუნებელი ტიპად. ესეც რაღაც თქვა შეიძლება მან type-ზე რაღაც ქნას. ამას არაფერი შეზღუდვა არ აქვს, აქ object-ის რაღაცები მიჩანს, მაგრამ თუ string მაგათ სისტემა ვთ. ანუ სტატიკური მეთოდი, generic მეთოდი შემიძლია გავაკეთო და ცალკე უბრალოდ არასტატიკური generic მეთოდით შემიძლია გავაკეთო. და გამოძახების დროს აქ რასაც გადასცემ, მაგ t-ტიპი ჩაჯდება ამ type-ის ადგილას. ხო, ეს იყოს სულ. მოდი მაშინ მეორე საათის ხალხს დაველოდები და იგივეს ავუხსნი. ამას ჩაწერას